შეგუებული ვარ იმაში, რომ ეს კვლევები როდესაც დასრულდა, აპრილის დასაწყისში რეალურად მე მაშინ დავიწყე კამპანია და რეალურ კამპანიას ვიწყებ ხვალინდელი დღიდან და ეს შედეგი მე ვფიქრობ არის ის შედეგი, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, იმდენად გაიზრდება, რამდენადაც შეუმცირდება სახელმწიფო კანდიდატს, რაც ყველაზე საგულისხმოა კვლევებმა სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის აჩვენა, რომ თუნდაც ის ხალხი, რომელიც ხარდაჭერით გამოირჩეოდა ქართული ოცნებისადმი წელიწადნახევრის წინ არის ძალიან უკმაყოფილო და ეს ციფრებში გამოიხატა, გაიზარდა უმუშევრობა, გაიზარდა კრიმინალი სამწუხაროდ ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ და შეუძლებელია საზოგადოებამ ზედიზედ მესამე არჩევნებში მიცეს ხმა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც ვერაფერი ვერ გააკეთა. პირველ რიგში რაც ყველაზე საგანგაშოა სამწუხაროდ ჩვენი ვარაუდი, რომ ეს მთავრობა თავის და თავის ნარატივის იდენტიფიკაციას ახდენს პუტინის ნარატივთან, ლუკაშენკოს ნარატივთან და იანუკოვიჩის ნარატივთან. ყოველად გაუგონარია ის განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ვიცე-პრემიერმა კალაძე. იმის გამო, რომ მას არ მოეწონა ციფრები, მან ამერიკის ეროვნულ დემოკრატიის ინსტიტუტს, რომელიც საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი, პრაქტიკულად კანონგარეშე გამოაცხადა და პრაქტიკულად ერთგვარი ჯიხადი გამოუცხადა. ეს არის ყოველად გაუგონარი რამ, ჩვენი მთავრობა ემსგავსება თალიბების მთავრობას. საერთოდ როცა ადამიანს აქვს სიცხე, ყოველად არასერიოზულია, რომ ეს სიცხე დავაბრალოთ თერმომეტრს. პრობლემები ქვეყანაში დაგროვდა. მთავრობის ეგრეთ წოდებული ჯობეფრუვალი, ანუ ის საზომი, როგორ ეფექტურად მუშაობს მთავრობა, ასეთი დაბალი არ ყოფილა პრაქტიკულად შევარდნაძის პერიოდის მერე. მთავრობა კვლევებზე და ხალხზე კი არ უნდა ბრაზდებოდეს. საკუთარ უნიათობას, უმოქმედობას, არაკომპეტენტურობას და არასწორ პრიორიტეტებს უნდა დააბრალოს ის სურათი, რაც მივიღეთ ამ და ყველა სხვა სანდო კვლევაში. უნდა დააბრალოს იმას, რომ იზრდება უმუშევრობა, იზრდება კრიმინალი და მთავრობა საქმის კეთების და ამ პრობლემებზე კონცენტრაციის ნაცვლად სხვა თემებით და ჯაშუშების ძებნით საკუთარი გუნდის შიგნით ჟურნალისტებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე და ოპონენტებზე თავდასხმით არის დაკავებული. NDA-ის კვლევები ადგენს ერთ რამეს, რომ თითქმის ყველა რაიონში იქნება მეორე ტური და მეორე ტურში ჩვენ გვაქვს გამარჯვების ძალიან სერიოზული შანსი. არის რაიონები, სადაც ჩვენ სავარაუდოდ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება კონკრეტულად უნდა შეიგნოს, რომ ქვეყნის გაჩერება, ამ ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება, იმ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტების გაჩერება, რომელიც იწვევს უმუშევრობას და ქვეყნის უკუსლას და არა განვითარებას, ეს არის სერიოზული პრობლემა და ჯობია გაუსწორონ თვალი ამ შედეგებს. გვაქვს შანსი გამარჯვების. პირველ რიგში მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩემს რეგიონს და პლუს მე დარწმუნებული ვარ, რომ მთლიან საქართველოში ნაციონალური მოძრაობა იბრძოლებს გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ ხალხში ძალიან არის, ასე ვთქვათ, ოცნების მიმართ იმედგაცრუება, რაც თვალნათლივ დღითი დღე იზრდება და ჩვენ გვეგმავთ გამარჯვებას, გვაქვს ამის იმედი, გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის ხარდაჭერის იმედი და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ამ კვლევებმა აჩვენა ამომრჩევლის იმედგაცრუება, დაპირებების შეუსრულებლობის გამო, სამუშაო ადგილების შემცირების, კრიმინალის ზრდის გამო. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ძალიან ბევრ ქალაქში და რაიონში ნაციონალურ მოძრაობას აქვს, რომ მეორე ტურში მოიგოს არჩევნების შანსი. მე მოვისმინე გაღიზიანებული კომენტარები მთავრობის წევრების და მინდა ავუხსნა მათ, რომ ქვეყანა რომ გაჩერებულია, ეს არ არის არც NDA-ის და არც ბატონი ნავაროს ბრალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის ევროპის დღე. და ჩვენი მოძრაობა არის ის მოძრაობა, რომელმაც საქართველოს გაუკვალა ეს გზა და ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. მოდით, ჩვენი შეკრება გავხსნათ ევროპული ჰიმნით. წამოდგეთ ფეხზე
და ვიზეიმოთ ევროპელებთან ერთად ეს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნავი დღე. დავამტკიცეთ, რომ არც ძლიერი, რადგან ამ ქვეყანაში უკვე შემოიპარა კრიმინალი, ზიზღისა და შრომისძიების ტალღაც, რომელიც მოდის ხელისუფლებისგან, ვინაიდან ეს ტალღა გახლებს ჩვენს ერს და დაუძროს დატოვებს გარედან მომდინარე საფრთხეების წინაშე. დიახ, ჩვენი მიზანია შეხედოს ხალხს თვალებში და დაპირდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მოგესალმებით, ჩემო თანამებრძოლებო. დღეიდან საარჩევნო კამპანიის საბოლოო დასკვეთი ეტაპი იწყება. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ არჩევნებზე გავალთ. მე მჯერა, რომ მიუხედავად მთავრობის სრულად დაუფარავი ცდილობისა, უთანასწორო ბრძოლა აწარმოებს. ჩვენი მომხრეები დააშინოს, ზოგის დაიჭიროს, ზოგის დაკითხვებზე ატაროს. ზოგჯერ კი პირდაპირ ძალადობა, ჩხუბი და აყალმაყალი გამოიყენოს ჩვენთვის ხელის შესაძლებლად. მე მჯერა და დაწუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, დაწუნებული ვარ და მჯერა ჩვენი ერთობის და ყველას მადლობას გეუბნები თანადგომისათვის. პირდაპირ მინდა გითხრათ. ახლა როცა აქ მოვდიოდი, ახალ ამბებში მოვისმინე მთავრობის უსუსური მცდელობის შესახებ, რომ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას რაღაც ხრიკებით ჩამოგვართვეს ჩვენი ტრადიციული საარჩევნო ნომერი 5. თავიდან შევშფოთი, მერე კი გამეღიმა, მეგობრებო. გამეღიმა იმიტომ, რომ ვიღაცას მართა გონია, ამით ჩვენ განვლილ გზას წაშლის. წაშლის იმ ბრძოლას, რომლითაც ჩვენ შევარდნაძის ხურდულ საბჭოთა რეჟიმი დავასრულეთ. წაშლის იმ ბრძოლას, რომლითაც ჩვენ აჭარიდან ასლან აბაშიძის პრორუსული კრიმინალური მმართველობა გავაძევეთ. წაშლის ჩვენ მიერ ნარჩენებს, გზებს, ხიდებს, ესტაკადებს, რეაბილიტირებულ ქალაქებს, ჯარს, პოლიციას, გამართულ ინსტიტუტებს. წაშლის ჩვენ ყოველდღიურ ბრძოლას და შრომას ჩვენი ქვეყნისთვის, რომლითაც იწყება თქვენი ყოველი დილა და ღამდება ღამე. მეგობრებო, საქართველოს მთავარ პატრიოტულ ძალას ვერანაირი ხრიკებით ვერ გააფრო და ვერ დააკრინებ. ნაციონალურ მოძრაობა თქვენ ხართ. საქართველოს პატრიოტები თქვენ ხართ და ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს თქვენ აქტინებულ ძალას გამარჯვებისკენ და სწორედ ეს არის პატრიოტული ძალა, რომელიც გამოიყვანს საქართველოს ამოძრაობიდან. საქართველოს მთავრობამ და მისმა პატრონმა ძალა, რომელიც არ შეეგუება იმას, რომ დღეს ქვეყანა პირველი მინდა სამეგრელოს დელეგაცია მოვიხმო. თენგო გამოუწეხი, სადა ხართ? სამეგრელო, მე მეტი მეგონა. სად არის შენი ხალხი თენგო? გამოვიდეს ეს. იმერეთი გია გამოუწეხი იმერეთს. სად ხართ იმერლებო?
გამოსვინოთ თქვენი ხმით. სამცხე ჯავახეთი. გელა გამოუძეხი სამცხე ჯავახეთს. ნელ-ნელა ყოლა ამოდის. კახეთი. გიორგი ბოტკოველი გამოუძეხი. ხატია. გურულებო. აბა შემოდი შემოგვიერთით გურულებო. აჭარა. გიორგი კირკაძე. ყველანი მე უბრალოდ ვასახელებ 10 თავ კანდიდატს. ყველანი ძალიან გქონთ, ყველანი ამოდით სცენაზე. შიდა ქართლი. კახა ტოლიაშვილი. ცხეთამთიანეთი. ვაჟა აბა გამოუძეხი. ქვემო ქართლი. მამუკა ჩიკოვანი რუსთავში ვიდარჩეთ ჩვენ. რაჭა ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი. ოთარ სირაძე და სხვები გელოდებით სულ ყველას. თბილისი ნიკამელია. თბილისის კანდიდატები. ეს არის ძლიერი გუნდი, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ მთელი საქართველოს მასშტაბით. მივესალმოთ ყველას ერთად. წამოვდგეთ ფეხზე. გენეთ თუ არა გამარჯვების. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ამ ძლიერ გამოცდილებასთან და ახალ სახელთან ერთად ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ აუცილებლად. გამოს მოდით ყველამ ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი. დამტიანებას გამარ! ენაცვალეთ ყველას. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად. ზონა